1975 წლის 10 თებერვალს პატივცემულო მსმენელებო პარიზში როგორც გაცნობთ მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთელი ბიუროს თავმჯდომარე ელისე პატარიძე. დიდია ელისე პატარიძეს დამსახურება ჩვენი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში. ის იყო არა მარტო დიდი პატრიოტი და საქართველოს თავისუფლებისათვის შეუდრეკელი მებრძოლი, არამედ ამავე დროს კალამჭრელი ჟურნალისტიც, რომლის უამრავი სტატიები დაბეჭდილია ქართულ პრესაში, განსაკუთრებით კი საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთელი ბიუროს ორგანო ივერიაში. ქართულ რადიო რედაქციასაც გააჩნია ელისე პატარიძის გრამ ჩანაწერი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შესახებ და ეს გსურს გაგაცნოთ დღეს პატივცემულო მსმენელებო. 1924 წლის აგვისტოს 28-ს ქართველი ერი წინასწარ თავგანწირული სულისკვეთებით აღსდგა და ეგვეთა 1921 წელს ერთხელ კიდევ მის სამშობლო საქართველოში ცეცხლთა და მახვილით შემოჭრილსა და გაბატონებულ უცხო ძალას. რუსეთში გაბატონებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ თავისუფლების მოყვარულ ერს დამოუკიდებელი ცხოვრების უწმიდესი უფლება, სუვერენობა ერთხელ კიდევ მოხვდაცა და ეროვნული მეობის ყოველივე ნასახი ამყარა. დაგვინგრია ეროვნული სახელმწიფოს მორალურ სულიერი, სარწმუნოებრივი და ნივთიერ მატერიალური ისტორიული საფუძვლები. დაამყარა სისხლიანი ტერორისტული რეჟიმი. დაატუსაღა რამდენიმე ათასი პოლიტიკური და მებრძოლი ქართველი, ბევრს სიმბირისაკენ უკრა თავი და ბევრიც დახვრიტა სიცოცხლეს გამოასალმა. ტრის მიზანი გარკვეული იყო. ცოცხალი და აქტიური მებრძოლი ძალების წინასწარი განადგურება და მოსალოდნელი ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის თავიდან ასაცილებლად ქართველი ხალხის სულიერი და ფიზიკური განიარაღება. კომუნისტური რუსეთის მეთაურობამ ერთი ხელის დაკვირით მოიდომა გაეკეთებინა ის, რაც რომანეების იმპერატორებმა 117 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს. საბჭოთა ხელისუფლების აგენტები თავიანთი მზადყული მეთოდებით პროვოკაციულად იწვევდნენ მათ მიერ წინასწარ გამაგრებულ ბრძოლის ველზე საქართველოს სხვადასხვა პროვინციებს მათი ცალ-ცალკე განადგურების მიზნით. საქართველოს თითოეულ პროვინციაში ტყედ გაჭრილი იყვნენ შეურიგებელი მამულიშვილნი, რომლებიც მებრძოლ ძალებს იკრებდნენ ირგვლივ. კახეთ ხევსურეთში ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, ქართლში მიხეილ ლაშქარაშვილი, გურიაში მუხაშარია და მათითაიშვილი, სვანეთში ბიძინა პირველი, იმერეთში იჩხნელი, აფხაზეთში მიხეილ გვალია. მათი არსებობა კარგად იცოდა ხელისუფლებამ, რომელიც ცალ-ცალკე იწვევდა მათ უსწორო ბრძოლაში მათი განადგურებისა და ქვეყნის აწიოკების მიზნით. პირველად აჯანყდა თავისუფალი სვანეთი. მას მიჰყვა ფშავ ხევსურეთი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მეთაურობით. რამდენიმე თვის შემდეგ ზემო იმერეთი და გურია. მიუხედავად სასტიკი და თავგანწირული ბრძოლებისა, საოკუპაციო ჯარებმა ისინი დაამარცხა. იმავე ხანებში საქართველოს დედაქალაქ თბილისში და პროვინციების ქალაქებში სპონტანიურსა და ხშირად მოფიქრებულ დაგეგმილ მშვიდობიანი ხასიათის გამოსვლებსა და დემონსტრაციებს ჰქონდა ადგილი. განსაკუთრებით
26 მაისის და საქართველოს დაპყრობის თებერვლის დღეებში. ეს მშვიდობიანი გამოსვლები უამრავ ძალთა დატვირთვებითა და ხშირად ხელჩართული ბრძოლითაც კი თავდებოდა. მიუხედავად საოკუპაციო ჯარის თარეშის და ხელისუფლების დრაკონიული ზომებისა, ქართველი ხალხი იმ დიდი ამბისათვის ემზადებოდა, რომელიც საქართველოს ისტორიაში 1924 წლის აგვისტოს აჯანყებით არის ცნობილი. 1922 წელს, ესე იგი საქართველოს დაპყრობის 1 წლის შემდეგ, ქართულ პარტიების წარმომადგენელთაგან თანასწორობისა და პარიტეტული პრინციპის ნიადაგზე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი შეიქმნა, რომელიც ჩვენი ეროვნული ბრძოლის ისტორიაში დამკომის სახელწოდებითაა შესული და ჩაწერილი. მისი მიზანი გარეშე ძალის მიერ დაპყრობილი ქართველი ერის და საქართველოს თავისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. დამკომი შეუდგა ქართველი ერის პოლიტიკური და მებრძოლი ძალების დარაზმვას და შეიარაღებას. გააბა ურთიერთობა ჩვენს ბედში მყოფ კავკასიელ მეზობლების პოლიტიკურ წრეებთან, რათა მთლიანი კავკასიური ძალებით გარდამწყვეტი ბრძოლები მიეცა კავკასიაში ხელახალ შემოჭრილ ამხანად საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა ჯარის წმინდა ქართული ნაწილები ქართველი ღენერლების მეთაურობით. დამკომთან პარალელურად შეიქმნა სამხედრო ცენტრი კონსტანტინე აფხაზის მეთაურობით, რომელშიაც რამოდენიმე ქართველი ღენერალი და უფროსი ოფიცერი შედიოდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საერთო აჯანყებისათვის კონსპირატიული მუშაობა და სამზადისი საოკუპაციო ჯარების რკალში მომწყდეული ქვეყანაში მიმდინარეობდა. ისტორიაში გაუგონარი და უნახავი პოლიციური ჯაშუხური სისტემის წყალობით ჩავარდა სამხედრო კომიტეტი, რომლის მეთაური მარშალი კოტი აფხაზი, გენერალი მუსხელიშვილი, გენერალი ანდრონიკაშვილი, კოლონელი ხიმშიაშვილი, კოლონელი ელიზბარ გულისაშვილი და სხვანი შეპყრობილი და დახვრეტილი იყვნენ. ამავე დროს ჩეკას ჩაუვარდა ხელში ევროპიდან დამკომისათვის გამოგზავნილი ბარათი, რომელიც გაზეთ კომუნისტის ფურცლებზე იყო გამოქვეყნებული. ამ გარემოებამ ჩაშალა კავკასიის სხვა ერებთან კავშირი და საქართველო ფაქტიურად უკვე ბრძოლაში ჩაბმული, განცალკევებული დარჩა ძლიერი მტრის წინაშე. მიუხედავად ამ ჯოჯოხეთური მდგომარეობისა, დამკომი და შეთქმულნი მაინც განაგრძობდნენ აჯანყებისათვის მზადებას. აჯანყება 1924 წლის მაისში უნდა მომხდარიყო, მაგრამ საუბედუროდ ჩეკა დამკომის ყველაზე აქტიურ ორ წევრს ატუსაღებს, გოგი და ფაღავას და გიორგი წინანდრიშვილს. მაისის და ივნისის თვეებში ჩეკას ხელში იგდებს ევროპიდან აჯანყებისათვის საგანგებოდ ფარულად ჩამოსულ ნოე ხომერიქს, ბენიას ხიკვიშვილს და ვალიგო ჯურგალს. აგვისტოს შუა რიცხვებში გაზეთ კომუნისტის ფურცლებზე საქართველოს მარიონეტული მთავრობა აქვეყნებს ჩეკის სარდაფში სასოწარკვეთილებით მაჯის მთავარ ზარბგადაჭრილ ვალიგო ჯურგელის წერილს, რომელშიაც ის აფრთხილებს შეთქმულს, რომ აჯანყება გაცემულია და მოუწოდებს მათ ის მოხსნა. აი ამ დიდი ისტორიული მომენტის წინაშე დადგა აგვისტოს აჯანყების მეთაურობის სინდისი და პასუხისმგებლობა. მაგრამ აჯანყების შეჩერება არავითარ ძალას აღარ შეუძლია. მთელ საქართველოში აჯანყების სული ბობოქრობს, ხალხი ღელავს, თოფი ჩახსმახსედას დგას, უნდა გავარდეს.
აჯანყება უნდა მოხდეს, უკან დასახევი გზები უკვე გადაჭრილია. აჯანყებამ იფეთქა დამკომის მიერ დანიშნულ დღეს 28 აგვისტოს. სთება ის, ვინც ფიქრობს, რომ აჯანყებული ქართული სულის შეჩერება და აჯანყების მოხსნა შესაძლებელი იყო, თუ გინდ იმ ანგარიშით, რომ სხვეპლი არ გავიღო უშედეგოდ. ამ ზომამდე მისული აჯანყების მოხსნა გაცილებით უფრო მეტ მსხვერპლს შეიწირავდა და ნაკლებად საპატიო დარჩებოდა. აჯანყება საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სისხლით ჩაახშვეს. ათასობით მუშა, გლეხი, ინტელიგენტი დახვრიტეს. ათასობით ციმბირში გადაასახლეს და ციხეებში გამოაწყვდიეს. მაგრამ ქართველი ერის მებრძოლის სული ვერ დაიმორჩილეს და ვერ გასტეხეს. ბრძოლა ქართველ ხალხს ამა თუ იმ სახით არ შეუჩერებია, ბრძოლა გრძელდება. წლის 10 თებერვალს პარიზში გარდაცვლილი ელისე პატარიძის გრამ ჩანაწერი, რომელშიც ის შეეხო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ამბებს. ელისე პატარიძის ეს სტატია ჩვენ ჩავწერეთ მაგნეტოფონის ფირზე 1965 წლის 3 სექტემბერს, როცა ის იყო რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის სტუმარი.